ჯიმი ჰოპა, ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო თიმსტერის პროფკავშირში და ის ასევე კავშირში იყო მაფიასთან. მისი სახელი ძალიან ცნობილი იყო. თითქმის ყველამ იცის ჯიმი ჰოპას შესახებ, თუმცა ბევრმა არ იცის რა დაემართა მას. სინამდვილეში ტექნიკურად არავინ იცის რა მოხდა. ის უბრალოდ გაუჩინარდა. ჯეიმს რიტლ ჰოპა 1958 წლიდან 1971 წლამდე იყო International Brotherhood of Teamsters პრეზიდენტი. თავდაპირველად თიმსტერი იყო ცნობილი როგორც სატვირთო და სატრანსპორტო მძღოლების პროფკავშირი. 18 წლის ასაკში ჰოპამ მოახერხა დოკის მუშებისთვის ხელფასის გაზრდა, როდესაც მან გაფიცვა მოაწყო. ერთი წლის შემდეგ ის უკვე თიმსტერის ორგანიზატორად მუშაობდა და ნელ-ნელა ორგანიზაციის შიგნით მაღალ პოზიციებამდე ავიდა. როგორც თიმსტერის პრეზიდენტს, ჰოპას შეერთებულ შტატებში ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა. იმ პერიოდში ქვეყნის სატრანსპორტო სისტემების დაახლოებით 90% თიმსტერის კონტროლის ქვეშ იყო, ხოლო თავად თიმსტერს ჰოპა აკონტროლებდა. 1951 წელს ჰოპა და თიმსტერები ჩართულნი იყვნენ ტერიტორიულ დაპირისპირებაში მეტოქე ჯგუფებთან დეტროიტში. ავტორისა და ჟურნალისტის დენ მოლდიას მიხედვით, სწორედ აქ დაიწყო ჰოპას კავშირი მაფიასთან. ჰოპამ მაფიის დახმარება დაიქირავა, რათა ქალაქში არსებული მეტოქეები მოეშორებინა. ეს გეგმა წარმატებით დასრულდა, თუმცა ამის შემდეგ მაფიამ ჰოპაზე დიდი გავლენა მოიპოვა. მაფიასა და ჰოპას შორის ჩამოყალიბდა ურთიერთობა, რომელიც ორივე მხარისთვის სასარგებლო იყო. მაფია სარგებლობდა იმით, რომ თიმსტერის საპენსიო ფონდიდან იღებდა დიდ სესხებს და ამ ფულს ლას ვეგასის მრავალ კაზინოს დაფინანსებაში იყენებდა. სანაცვლოდ, ჰოპა და თიმსტერი ამ სესხებზე ხელსაყრელ მოგებას იღებდნენ. მიუხედავად მაფიასთან კავშირისა, ჰოპა პროფკავშირის მუშებს ძალიან უყვარდა, რადგან იგი ცნობილი იყო იმით, რომ მუშებისთვის ხელფასებსა და სარგებლს ზრდიდა. ჰოპასა და მაფიის შორის ურთიერთობა 1940-იან და 1950-იან წლებში საკმაოდ სტაბილური იყო, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მაშინ, როდესაც ჰოპა ციხეში მოხვდა. 1967 წელს მან დაიწყო 13 წლიანი სასჯელის მოხდა. ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიც იყო ქრთამის აღება, ნაფიცი მსაჯულების მოსყიდვა და ფოსტის მეშვეობით თაღლითობა. 1971 წელს კი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ჰოპა შეიწყალა, იმ პირობით, რომ იგი 1980 წლამდე პროფკავშირის საქმიანობაში აღარ ჩაერთვებოდა. სწორედ ამ შეწყალებამ გამოიწვია შემდგომი მოვლენები, რომლებმაც საბოლოოდ ჰოპა ტრაგიკულ ბედამდე მიიყვანა. 4 წლის შემდეგ, ივლისის დასაწყისში ფედერალურმა გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ თიმსტერის უდიდესი საპენსიო ფონდიდან $100 მილიონი იყო მოპარული, ხოლო 2 კვირის შემდეგ ჰოპა გაუჩინარდა. ამ ორი მოვლენის დროითი დამთხოვა ბევრს აფიქრებს, რომ ეს უბრალოდ შემთხვევითობა არ იყო. საპენსიო ფონდიდან $100 მილიონი გაქრობამ ჰოპას ციხიდან გათავისუფლება და მისი დაშორება თიმსტერიდან, ეს ყველაფერი ქმნიდა სიტუაციას, სადაც ჰოპას შეეძლო გამომძიებლებისთვის ეთქვა, რომ მაფია დაკავშირებული იყო ამ ფონდებთან. ცხადია, ასეთი რამ მაფიას არ აწოვდა. 1975 წლის 30 ივლისს 72 წლის ჰოპა ბოლოს ნახეს დეტროიტის მახლობლად მდებარე რესტორნის Matthews Red Fox-ის გარეთ. ჰოპას ოჯახისთვის დატოვებული ჩანაწერების მიხედვით მას თხოვეს შეხვედრა 2 ნაცნობს ამ რესტორანში 14 საათზე. ეს ადამიანები იყვნენ მაფიის წევრები: ანტონი ტონი ჯეკი, ჯაკლონე და ანტონი ტონი პრომეზანო. პრომეზანო ასევე თიმსტერის წევრი იყო. თუმცა შეხვედრაზე არც ჯაკლონე და არც პრომეზანო არ მივიდა. როდესაც ფედერალური გამოძიების ბიურო ისინი დაკითხა, ორივემ განაცხადა, რომ საერთოდაც არანაირი შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა. ფორმალურად ორივეს ალიბი ჰქონდა. ჯაკლონე იმ დღეს Southfield Athletic Club-ში იმყოფებოდა და ბევრ ადამიანს ესაუბრებოდა როგორც ნაცნობებს, ისე უცნობებსაც. გამომძიებლებს ეს ქცევა საეჭვოდ მოეჩვენათ. თითქოს იგი განზრახ ცდილობდა ალიბის გამყარებას. პრომეზანო კი იმ დროს მიჩიგანში საერთოდ არ იყო. იგი ნიუ-ჯერსიში იმყოფებოდა თავის ძმასთან, სალვატორე სემ პრომეზანოსთან. დღეს განმავლობაში ენტონი პრომეზანო ნიუ-ჯერსიში პროფკავშირის შენობაში ბანკოს თამაშობდა. ასე რომ ორივე მთავარ ოჯმიტანელს თითქოს ძალიან მყარი ალიბი ჰქონდა. გამომძიებლებს ეს ცოტა ზედმეტად მყარი მოეჩვენათ. თითქოს ისინი სპეციალურად ცდილობდნენ ყველასთვის დაენახებინათ, სად იყვნენ და რას აკეთებდნენ. ჯაკლონე იმ დღეს Southfield Athletic Club-ში იყო და უმრავ ადამიანს ესაუბრებოდა, ნაცნობებსაც და უცნობებსაც. გამომძიებლებს ეჭვი გაუშვათ, რომ ის შეგნებულად ცდილობდა ალიბის გამყარებას. თითქოს ის ხმამაღლა იძახდა, ნახეთ მე აქ ვარ და არაფერს ცუდს არ ვაკეთებ. როდესაც ჯაკლონე და პრომეზანო შეხვედრაზე არ გამოჩნდნენ, ჰოპამ დაახლოებით 14 საათსა და 30 წუთზე თავის ცოლს, ჟოზეფინს დაურეკა ახლოს მდებარე ტექნიკის მაღაზიის საჯარო ტელეფონიდან და უთხრა რაც მოხდა. გამომძიებლებს ხუთმა მოწმემ უთხრა, რომ იმ შუადღეს
ჰოპა რესტორნის ავტოსადგომზე ნახეს. თითქოს ვიღაცა სეულდებოდა. იმ დროს ჰოპა საკმაოდ ცნობილი ადამიანი იყო და ადვილად იცნობდნენ. სხვა მოწმეებმა განაცხადეს, რომ ავტოსადგომში მივიდა მუქი წითელი მერკური მარკიზი, რომელშიც 3 მამაკაცი იჯდა და მათ ჰოპა მანქანაში ჩაისვეს. ლოგიკურად თუ იმშელებთ, სწორედ ის მომენტი იყო ბოლოს, როდესაც ჰოპა ცოცხალი ნახეს. მეორე დღე 1975 წლის 31 ივლისს ჰოპას მანქანა ისევ რესტორნის ავტოსადგომზე იპოვეს. მოგვიანებით მოწმეების ჩვენებები, რომ ჰოპა სწორედ იმ მუქ წითელ მერკურიში ჩაჯდა, ნაწილობრივ დადასტურდა წლების შემდეგ აღმოჩენილი დნმ-ის მტკიცებულებებით. მანქანაში ნაპოვნი თმა ჰოპას ეკუთვნოდა. ამიტომ საკმაოდ სავარაუდოა, რომ სწორედ ამ მანქანამ გადაიყვანა ჰოპა სხვა ადგილას, სადაც იგი მოკლეს. მოწმეებმა თქვა ის, რომ მანქანის მძღოლი ძალიან ჰგავდა კაცს სახელად ჩარლზ ჩაკი ობრაინს. ის ჰოპასთვის ერთგვარი შვილივით იყო, მისი პროტეჟე და ახლო ადამიანი. ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან ჰოპა ალბათ არ ჩაჯდებოდა მანქანაში და არ ჩაებმებოდა საშიშ სიტუაციაში, თუ მანქანაში არ იქნებოდა ვინმე, ვისაც ენდობოდა. ობრაიანი სწორად ასეთი ადამიანი იყო, თუმცა ობრაიანი ყოველთვის უარყოფდა, რომ ჰოპა იმ მანქანაში ჩაჯდა და უარყოფდა ნებისმიერი სახის მონაწილეობას ჰოპას გაუჩინარებაში. მიუხედავად ამისა, განმძიმლებედით ყურადღებას ამახვილებენ ამაზე. ზოგი ფიქრობდა, რომ ობრაიანსა და ჰოპას შორის ურთიერთობა გაუარესდა, რადგან ობრაიანი ფიქრობდა, რომ ჰოპას მისთვის პროფკავშირში უფრო მაღალი თანამდებობები უნდა მიეცა. ჰოპას ქალიშვილმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ობრაიანი იმ მანქანას მართავდა, რომელშიც მისი მამა გაუჩინარდა, მაჩუს რედ ფოქსის ახლოს. მისი აზრით, თუ მანქანაში მისი მამის თმა იპოვეს, ეს ნიშნავს, რომ ჰოპა ნამდვილად იქ იყო. გამომძიებლებმა ასევე შენიშნეს, რომ მანქანა ცოტა ხნის წინ იყო კარგად გაწმენდილი. ობრაიანმა ეს იმით ახსნა, რომ მანქანით დავალებებს ასრულებდა და ერთხელ დაახლოებით 18 კილოგრამი ორეგულის პაკეტი გადაიტანა დეტროიტიდან პროფკავშირის ერთ წევრთან. მისი თქმით, თევზიდან სისხლი გამოვიდა უკანა სავარძელზე, ამიტომ მანქანის გაწმენდა გახდა საჭირო. გერმანულმა ნაგაზებმა ჰოპას სუნი აღმოაჩინეს როგორც უკანა სავარძელზე, ასევე საბარგულშიც. ჰოპას ვაჟმა თქვა, რომ როდესაც ობრაიანს კითხა, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი მისი მამის გაუჩინარებასთან, ობრაიანი სწრაფად გავიდა ოთახიდან. გამომძიებლები დიდხანს ეძებდნენ ჰოპას სხვადასხვა ადგილებში, როგორც ფიზიკურად, ასევე ტელეფონის ჩანაწერებისა და სხვა მონაცემების მეშვეობით, მაგრამ მისი სახელი ვერასოდეს იპოვეს. თუმცა ერთ საკითხზე ბევრი მკვლევარი თანხდება. დიდი ალბათობით ჰოპა მოკლეს მაფიის წევრებმა. 1976 წლის იანვარში ფედერალურმა გამომძიებლებმა დაწერეს დოკუმენტი, რომელსაც ჰუფექს მემო ეწოდება. ამ დოკუმენტის თანახმად ხელისუფლება ფიქრობდა, რომ მაფია შიშობდა ჰოპა გამომძიებლებს ეტყოდა, როგორ ჰქონდათ გავლენა იმ სფეროს პროფკავშირზე და როგორ იყენებდნენ მის საფინანსო ფონდს არაკანონიერი საქმიანობის დასაფინანსებლად. ამის თავიდანაც აცილებლად მათ შეეძლოა ჰოპას მოკლა გადაწყვიტეს. არსებობდა ვარაუდიც, რომ ჰოპა ცდილობდა პროფკავშირის ხელმძღვანელობაში დაბრუნებას და მზად იყო ხელისუფლებისთვის გარკვეული ინფორმაცია მიეცა, რათა მოეხსნა ის შეზღუდვა, რომელიც რიჩარდ ნიქსონმა დაუწესა და რომლის მიხედვითაც 1980 წლამდე პროფკავშირში მონაწილეობა ეკრძალებოდა. ასევე ამბობდნენ, რომ ჰოპა ხმამაღლა საუბრობდა მაფიის გავლენის მოშორებაზე, როგორც პროფკავშირთან, ისე მისი საპენსიო ფონდიდან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დარწმუნებული იყო მაფიის მონაწილეობაში, გამომძიებლებმა ვერასოდეს დაადგინეს კონკრეტულად ვინ მოკლა ჰოპა. გამომძიების დაწყებიდან 4 თვის შემდეგ ნიუ-ჯერსის ერთმა პატიმარმა რალფ პიკარდომ განაცხადა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც ციხეში ერთ-ერთი მკვლელისგან მოისმინა. მისი ჩვენების საფუძველზე გამომძიებლებმა ეჭვმიტანელთა სია შეადგინეს, რომელთა უმეტესობა დაკავშირებული იყო პროვენზანოსთან, იმ ადამიანთან, ვისთანაც ჰოპას შეხვედრა უნდა ჰქონოდა გაუჩინარების დღეს. თუმცა ყველა ეჭვმიტანელმა საზამართლოში მიღოთეს შესწორებით სარგებლობა აირჩია და ჩვენება არ მისცა. ამის შედეგად ბრალის საყენება ვერ მოხერხდა და საქმე ფაქტობრივად გაუხსნელი დარჩა. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ჰოპა მოკლა სალვატორე ბრიგულია მილფორდ თაუნშიპში მდებარე როლანდ მაკმასტერის ცხენის ფერმაში. მაკმასტერი თიმსტერისთვის მუშაობდა როგორც ძალის გამოყენებით პრობლემების მომგვარებელი ადამიანი. ამ თეორიას მხარს უჭერს ავტორი დან მოლდია, რომელმაც ბრიგულიუსთან ინტერვიუც კი ჩაწერა, სანამ მას თავად მოკლავდნენ. 2006 წელს ფედერალურმა გამომძიების ბიურომ ამ ფერმაზე ჰოპას ნაშთების ძებნად ცადა, მაგრამ ვერაფერი იპოვა. მოლდიას ვარაუდით ბრიგულიუმ ჰოპა სწორედ ამ ფერმაში მოკლა. შემდეგ მისი სხეული ჩადეს დაახლოებით 208 ლიტრიან ლითონის კასში და გეროვეი ტრანსპორტეიშენის საბირთვო მანქანით ნიუ-ჯერსიში მდებარე მაფიის მიერ კონტროლირებულ ნაგავსაღელზე გადაიტანეს. იმ სატვირთო კომპანიის პრეზიდენტი თიმსტერის საპენსიო ფონდის ერთ-ერთი მმართველიც იყო.
ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ასეთი დანაშაულები ხშირად რთულად იძიება, რადგან მონაწილეებს ერთმანეთთან კავშირების დიდი ქსელი აქვთ, რაც მათალიბების შექმნასა და კვალის დაფარვაში ეხმარება. შემდეგი თეორიის მიხედვით, ჰოპას მოკლა მაფიის წევრმა, ტონი პრომეზანომ შეუკვეთა. ფედერალური გამომძიებლები ფიქრობდნენ, რომ ამის მიზეზი ჰოპასა და პრომეზანოს შორის ძლიერი კონფლიქტი იყო, რომელიც მაშინ დაიწყო, როცა ისინი პენსილვანიაში ერთად იხდიდნენ სასჯელს. მათი ურთიერთობა იმდენად გაუარესდა, რომ ერთმანეთის მიმართ ძლიერი სიძულვილი გაუჩნდათ. ჰოპას შვილის თქმით, პრომეზანო განასახდენდა ფრენკ ფიცინოსზე, რომელიც ჰოპას შემდეგ გახდა თიმსთერის ლიდერი. 1974 წელს ჰოპამ თქვა, რომ პრომეზანო მას დაემუქრა. თუ ის ისევ შეეცდებოდა პროფკავშირის პრეზიდენტობას, მის ოჯახს გაიტაცებდნენ ან თავად მას მოკლოდნენ. მესამე თეორია ამბობს, რომ ჰოპა მოკლა კილერმა, რიჩარდ კუგლინსკიმ, რომელსაც The Iceman-ს ეძახდნენ. ციხეში მოცემულ ინტერვიუებში მან განაცხადა, რომ მაფიამ მას $40,000 გადაუხადა ჰოპას მოსაკლავად. მისი თქმით, ჰოპა დეტროიტის რესტორნიდან წაიყვანეს, გათიშეს, მოკლეს და შემდეგ გვამიმანქანის საბურგულით ნიუ-ჯერსიში გადაიტანეს. მოგვიანებით მანქანა გაანადგურეს და ჯარდად გაყიდეს, თუმცა ბევრმა გამომძიებელმა ეს ამბავი ტყუილად მიიჩნია და თქვა, რომ კუგლინსკი ხშირად აჭარბებდა საკუთარ ისტორიებს. მეოთხე თეორიის მიხედვით, ჰოპა მოკლა მაფიის კილერმა, ფრანკ შირენმა. მისი თქმით, ჰოპა რესტორნიდან წაიყვანეს ცარიელ სახლში, სადაც მას თავში ესროლა. შემდეგ სხეული მაფიის მიერ კონტროლირებულ და საკრძალო სახლში წაიღეს და დაწვეს. შირანი ამბობდა, რომ ეს გააკეთა იმიტომ, რომ უარის შემთხვევაში თავადაც მოკლავდნენ. ამ თეორიაში ასევე ფიგურირებს გავლენიანი მაფიოზი როსელ ბუფალინო, რომელიც სავარაუდოდ ამ მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. არსებობს ვარაუდიც, რომ ჰოპამ შეიძლება გაიგო ამ შეთანხმებების შესახებ და გეგმავდა ამის გამჟღავნებას, რაც მაფიისთვის სერიოზული საფრთხე იქნებოდა. კიდევ ერთი უცნაური თეორია ამბობს, რომ ჰოპა საერთოდ არ მოუკლავთ და იგი ცოცხალი. ზოგი ვერსიის მიხედვით, ის მაფიას ყავს დამალული, ხოლო უფრო მსუბუქი ვერსიის მიხედვით, ის სამხრეთ ამერიკაში გაიქცა ერთ მოცეკვავესთან ერთად. თუმცა ეს უფრო ინტერნეტში გავრცელებული სპეკულაციაა. 1992 წელს ჰოპა ოფიციალურად გარდაცვლილად გამოაცხადეს, მიუხედავად ათასობით მიღებული მინიშნებებისა და მრავალი გამოძიებისა, მისი სახელი ვერასოდეს იპოვეს. ჰოპას ქალიშვილის თქმით, ძალიან საეჭვოა, რომ ეს საქმე ოდესმე სრულად გაიხსნას, რადგან მთავარი ეჭვმიტანილობის უმეტესობა უკვე გარდაცვლილია. ამიტომ დღემდე უცნობია, რა მოხდა იმ ერთ შუადღეს, მიჩიგანში. საქმე ოფიციალურად გაუხსნელი რჩება.